კაი. ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იმედია აინტერესებს, რა მოხდება, ტალახში ჩავარდნილი მანქანა ჩემი ამოვა თავისით თუ ჯალამბარის გამოყენება დაგჭირდება. არ გადაახვიოთ ვიდეო, უყურეთ, ნელ-ნელა, ნუიჩქარებთ, აუცილებლად ნახავთ. ვიდეოს ქვევით არის პატარა ღილაკი, რომელსაც აწერია subscribe, გერიდებათ დააჭირეთ მაგას, ზოგიერთის ტელეფონში subscribe-ის მაგივრად წერია პატბისაცა, შეგიძლიათ მაგასაც დააჭიროთ და მე პატარა ზარის ღილაკი იმასაც დააჭირეთ, რათა ჩემი შემდეგი ვიდეოები არ გამოგჩეთ და უყუროთ. ვისაც ვიდეო მოგეწონებათ, დააჭირეთ ლაიქს. მადლობელი ვიქნები. აბა უყუროთ ახლა რა მოხდება შემდეგ. დროებით. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივემართებით ბოჭორის ციხე-სიმაგრისკენ. ამ გზაზე ჩვენ ვიყავით დაახლოებით 5-6 თვის წინ, მაგრამ ასვლა ბოლომდე ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ წინ დაგვხვდა რაღაცა დიდი პრობლემა, რომელსაც ეხლა თქვენ თავად ნახავთ, მივალთ ეხლა იმ ადგილამდე. მაშინ ჩვენ ვერაფერი ვერ მოახერხეთ, მაგისთვის მზად არ ვიყავით და ბოჭორის ციხემდე ვერ ავედით, მაგრამ დღეს ვაპირებთ ყველა მიზეზ გარეშე ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ადრე დაგვხვდა, მოვაგვაროთ და ავიდეთ, ნახოთ ულამაზესი ბოჭორის ციხე-სიმაგრე. ჩემი ვიდეოები ვისაც მოგწონთ, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, კომენტარში მომწერეთ და მადლობელი ვიქნები. აი ახლა მივახლოვდებით ნელ-ნელა იმ ადგილს, სადაც ბოლო ჯერზე აქ რო ვიყავით, გავჩერდით და გზა ვეღარ გავაგზელეთ. ეხლა ნახავთ. და დავბრუნდით უკან, მაგრამ დღეს უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებთ, შემართებითა ვართ. მივედით ხესთან. აი, ხე ისე გდია. ვინ მოჭირდა ამ ხეს, ბაბა? ამ ხეს ეხა ჩვენ მამედ კი იმას ვიზავთ. ლიბიოტკით. და გაჩნდა. ასო დაუბათ ბუქსირი და ბუქსირი დაუბათ და გამოვწიოთ რა. ნახოთ აბარას ვიზავთ. ცოტაზე ამოვედი მე ზევით და მეტი არ გავქაჩე. ზევით მიდის გზა, მაგრამ დაბლა ხიარი. დაქცეული და ვერ ამოვდივართ. აქ არის მაგარი მურტალი აღმართი. ბიჭო, ძალიან მაგარი აღმართებია. რაც ავედი და ადის კიდე რა. ხო და ეს ხეს ახლა გადავწიოთ ეს ხე და ავიდეთ მე ბოლომდე. თუ გადავწევთ კი? გადავწევთ. ბესო მიდი აბა ერთი გადაატრიალე ეგ ხე. მეც ხო არ მოვიდე დაგეხმარო. ოა, მალადეთ. ბიჭო, კაია ბიჭო. ეხა ჩავაბათ ხო ჯალამბარი და აი ახლა უკვე უნდა გავწიოთ. ვარ გადავარდ. არა ხო? არა. ვერ გადავარჩუნებთ. აი კითხარეს რა, იქით კუთხეს ჩავაბათ და გავწიოთ. ესე ჩამოვარჩუნოთ ახლა ის და რაღაცას ვიზავთ ახლა. უაგზაში დაიდება. ესე იგი გზიდან ჯალამბარი ვერ ჩავაბით, ანუ ჯალამბარი გზიდან რო ჩაგვება და დაგვეთრია, ის იმხელა ხე მაინც სადღაც გზის შუაში მაინც დარჩებოდა რა და მანქანის ასავლელი გზა აღარ იყო საკმარისი და ამიტომ გადავწყვიტეთ შესულიყავით ტყეში და გვერდიდან უკვე ტყიდან ჩაგვება ჯალამბარი და ეს დიდი უშველებელი ხე შეგვეთრია თვითონ ტყეში რა გზის პირას და მე უკვე მანქანა მარტივად აუვლიდა გვერდს. ეხლა შევდივართ ტყეში. ნელა პოზიციაზე. მოდი კიდე. ნელა მოდი, ნელა. კიდე.
ტყეში ხეებში სიარული არ არის იული, ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ფარი არ გატეხო, შუშა არ გატეხო. ამიტომ ძალიან ვფრთხილებთ და ნელ-ნელა ვცდილობთ დავდგეთ საჭირო პოზიციაზე. შეძრა ცოტა წინ მიდი, მარცხნივ აიღე და წინ მიდი ცოტა. არა, მარცხნივ აიღე ცოტა და ოდნავ მიდი. მან მარცხენა მხარეს ცოტა ხე იყო ძალიან ახლოს მანქანასთან და ამიტომ ცოტა მარჯვენა მხარეს მივიწიე და მე შევალ მარცხნივ. მარცხნივ არის კაცო. აიგრე, მიდი. აია. მიდი. სულ ერთ მხარეს იხოს და. ოკაჩო, მოიცა. კაი. ძირი და შემოატრიალებს. დავაი. სულ ერთ მხარეს იხოს იქ. კაი, მოასლაბე. აიწევ. ასე იძახი? ასე იძახის, მაგრამ მე არ მინდა მას. აბა ისე იყო მომული და. ეს ახლა კაი ადგილზე ესე აიტანდა და ეგერ შეატრიალებს. ბიჭო, აი გაეკვეხა. აქედან შეიძლება წამოძრეს, ამიტომ მაგერ ჩავარდათ. აი გერე. კი ბატონო. აი გაეკვეხა, აი. სად გაიგო? აი ძირი. არაფერი არ გავკვეხები, აქ დამტანი ძირია. მანქანაში უნდა ჩავშდე და ტორმუს დავადგე. მანქანა დაქოქე, ჯობია თორე დაждდება აკუმულატორი. მე დავაწვევი მე. არ მიეცი ვაჟას და დააწვევი. ჩართე. ეგარ. კაი, ნუ წაიღე, ნახევარი დღე აღარ უნდა მეტი. აჰა. განთავისუფლდა გზა. სიმართლე რო ვთქვათ, ეხლა ჩვენ ეს ხე რო არ გადაგვეწია, ხო? მაინც მოულიდით ჩვენ ამ ხეს ტყიდან და გზას მაინც გავაგზავნებდით, მაგრამ მე მგონი ხე რო გავწიეთ ერთი კაი საქმე გავაკეთეთ, იმიტომ რომ სხვაც შეძლებს გაიაროს ამ გზაზე და ავიდეს იმ ულამაზეს ბოჭორმის ციხესიმაგრეზე და დაათვალიეროს. მე მგონი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთი. აქ უყურე, აქა. ხომარა შენერვული. მე უყურებ კაცო, ეგ რანაირი ვიდეოს ოპერატორი ხარ შენ, გზას კი არ უნდა უყურო, მან უნდა უყურო. შემეშინდა იქზე უნდა. იმიტომ არ მინდა ხამ რო გადაიღოს, არის შენ გადაღება, მე უნდა გადავიღო წესი.
იქ ისეთი გზა იყო რომ ავარიულ მდგომარეობაში იქნება და გასწორდა. აი მაშინ. კარგად არის. წყალი იმენა საკაიფოდ მუშაობს, ბესო. რაც რადიატორი შეცვალეთ, კარგად მუშაობს. აქ აიწყე გაიჩიტა, მაგრამ გავიჩი კი კაცო. ვაკაც ხე არის წარწეული. მოკლედ დღეს ისავა რა ხეების ჭრელები. მე ხეზე მაინდომა გადადახა. მაგრამ მაგარი ის არის ტყე ნახე ბიჭო რა კაი ამას მოვჭრი კაცო სად გადავა. რამე არ შეერჩა ბაგრიშკას და. გამორცო? ხო, დააჭირი წითელს ბაბო. წითელს. ეხა მე დამსვებს მანქანაში, ტორმუს ფეხი დაადგიო, თორე მაგარი აღმართია აქა, ეშენია ბაბუს. ხო და ვზივარ მანქანაში და ვიღებ ეხლა მე როგორ ასუფთავებენ ბოჭორმამდე მისასვლელ გზას, ბესო და ვაჟა. ხეები არის გამხმარი და წაქცეული რა და. ეხლა იმ ხეს გადაული ეხლა მე. ალბათ. პირდაპირ მოდი. ნენელა. Hadi bolumdur. Babu dajdები? I don't have no reasons. You music. რა არ ჭვია ბესო? კინები არ ჭვია რაღაც. ანუ ეს არის საბოლოო წერტილი ჩვენი? აი მოვედით. გზაზე არ ჭვია რაღაცა კინები რომ აქანამ არ არისო. საბოლოო შემდეგ გზაზე ახლა ფეხით უნდა ავიდეთ. ეხა ავალ ცოტას ბესო და ვნახავ აბა ერთი გზაზე რა ხდება. ამოვიდით ამ ადგილამდე მანქანით, მაგრამ ეხა დაგვხდა ასეთი დარჭობილი გზაზე რკინები. არ ვიცი რა რკინებია ეს, ყოველ შემთხვევაში საცალფეხო ბილიკით ფეხით სასიარულო გზა არის ალბათ, აქ მოაჯირი იყო თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ მანქანით ჩვენ ვეღარ ამოვალთ. სხვა გზა მანქანით არ ვიცი არის თუ არა. ბოჭორმის ციხემდე მისასვლელი. ხო. არ ვიცი ეს გზა.
სკინები მიდის და მიდის ზევით. აი ეს ბოძები ვინ მიხვდება რა იყო ახლა ადრე რატოა დარჭობილი აქ. ჩემი აზრით აქ იყო ალბათ რაღაცა ზევიდან რელსივით ქონდა რაღაცა გაკეთებული და მოძრაობდა ურიკა, ან ელექტრო რაღაცა ურიკა იყო. ალბათ ხალხი ჩაჯდებოდა ეს ურიკა აგრიხინებდა ზევიდან ჩამოაგრიხინებდა. ფეხით აქ არავინ არ დადიოდა, იმიტომ რომ ეხა მე დაახლოებით 500 მეტრი ამოვეერე. ძალიან უბედური აღმართია, ძნელი ამოსასვლელია ფეხით. ხო და მანქანა სადაც გავაჩერეთ 1 კილომეტრი ალბათ დაახლოებით გზიდან კილომეტრი ნახევარი ვიარეთ მანქანით კიდე ეგეთ აღმართებში. ხო და სამარაუდოდ მეგრე მგონი აქ იყო რაღაცა ურიკა დამაგრებული. ხო და ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ რა. ხო აი აქაც ეთყობა რელსივით რაღაცა არის. აი 100%-იანი. თუ ვინმეს რაიმე სხვა იდეა გაქვთ და აზრი გაქვთ რატო ესენი აქ დარჭობილი, რის გამო იყო ეს აქ დარჭობილი ეს ბოძები, კომენტარში დაწერეთ. აი როგორი გზა იყო. ზედა მხარეს დარჩენილია ისე როგორც ადრე იყო, აქ ეთყობა მოძრაობდა რაღაცა და ქვედა მხარეს კიდე მოპარული არის დაშლილი და წაღებული. ეს ადამიანად ისე ხარ ვიცი ავალ ზევით და ნახოთ. აი გამოჩნდა როგორც იქნა ბოჭორმის ციხის ნანგრევები. აი ეს გზა რკინის ერთი ლიანდაგი მიყვება ზევით. და აქედან მშვენივრად ჩანს აი ცენტრალური გზა. აი ეს ნაზუნარი, სადამდე ჩვენ ამოვედით, იქ მანქანა გავაჩერეთ. იმის იქით უკვე მანქანის გზა არ არის. და ამოვედი ფეხით. რა სილამაზია. ხო, ეხლა ვიდეთ ბოჭორმის ციხემდე და ვნახოთ რა ხდება ზევით. აი გამოჩნდა. აჰა, ამოვედი როგორც იქნა ციხემდე. აი ესეთი გრანდიოზული კედლებია დარჩენილი. წარმოიდგინეთ რა მაგარი ციხესიმაგრე იყო ეს. ძალიან მაგარ ადგილას იყო და უშველებელი კედლები. მაგრამ ამოსასვლელი გზა ცოტა ჭირს ფეხით ამოსვლა. სავარაუდოდ იქით ხრიდან არის მანქანით ამოსასვლელი, მაგრამ ჩვენ ვეძებთ რთულ გზებს. და ვიპოვეთ, ვინც ეძებს ყოველთვის პოულობს. აბა ერთი დავარტყათ ახლა ამას წრე და შევიდეთ შიგნით რა ხდება გავიგოთ. ამოვედი ციხის კედელზე. ესე გავივლი ახლა ზევით ავყვები და გადავალ იქით. უშველებელი კედელია ძმაო, გრანდიოზული კედელი არის აშენებული. მაგარი ციხე იყო აქ. აი ეს ეკლესია სავარაუდოდ მე-16-მე-17 საუკუნეებში არის აშენებული აგურით არის შემდეგ. აგურით არის ნაშენები. კარგი, წავიდეთ აბა ერთი. მე აქედან გამოვძვერით. ამ კედელს გამოვყევით და გამოვედით. აი აქ. აქ რა ხდება? ხედავ შენ ბიჭო.
ხედავ შენა. აი ეს ლიანდაგის ადამამდე ამოვიდა. ახე ბიჭო. სამაგარი ციხე-სიმაგრე იყო აქ. უბრალოდ წარმოიდგინეთ ძალიან მაგარი ციხე-სიმაგრე იყო აქ. ბოჭორმა ეს დაკეტილია. დაკეტილია, მაგრამ რატომღაც მინდა რომ გავაგდო, ნახო შიგნით რა არის. აჰა. აქ ოჰო. რესტავრაცია? ალბათ. შეცვლა არ ღირს. რამე თავში არ დაგვეცეს. ოკეი. გასაგებია. თავგებოთ ისე როგორც იყო. აქ ნახე ასეთი ჭა და არი და აი ხუდები ყრია. სურვილი ხუდები ჭა. ეს ის ჭარი, რომელშიც ხუდებს ჩააგდებს, სურვილს ჩაიფიქრებ და უეჭველი აგისრულდება ჩაფიქრებული სურვილი. სიმაგრე იყო გრანდიოზული. ეს რა არის? ვა, რა სილამაზეა. ქვევითაც არის რაღაც ციხე-სიმაგრის ნარჩენები. ეს რა არის? ისე ზოგადად ასეთ ადგილებში სიარულს ჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. აქ ისეთი ადგილები იყო, ფეხი ცოტა დაგიწდებოდა და ვეღარამე არ გიპოვიდა, იმხელა ჩასავარნი ადგილები იყო, ამიტომ ვიყავი მე ძალიან ფრთხილად და ყოველთვის ვფიქრობ მაგაზე, უსაფრთხოება პირველ რიგში ნებისმიერ ადგილას. ინგრევა ეს გალავანი და აკეთებენ რესტავრაცია. აკეთებდნენ ყოველ შემთხვევაში, ახლა სავარაუდოდ აღარ აკეთებენ, გაჩერებულია საქმეები. ვა, აქ შესასვლელიც არის. ერთი შევიდეთ. ახლა ხდება. ხედავ შენა ბიჭო.
არაფერი ჩამოგვინგრეს თავზე. აჰა. სასულელიც არის აქ. ვა, pichu რა მაგარია. ნახე ჩემი. ძალიან მაგარი ადგილია. აი. ოჰო. კარგი, ჩავიდეთ ახლა. ნელა. ერთი სიტყვით დავათვალიერე, მე ბოჭორმის ციხესიმაგრე ძალიან მომეწონა, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ დავჭი, იმიტომ რომ ეგეთი გრანდიოზული აშენებული ციხესიმაგრე მე ჯერ არ მინახია, სიმართლე რო ვთქვა. თავის დროზე იქნებოდა ეგ რაღაც არაჩვეულებრივი ნაგებობა და ჩამოვედი მე ვაჟა და ბესო ქვევით ამზადებდნენ ამასობაში სუფრა გაშალეს ვაჟასაც და ბესოსაც უნდოდა თასვლა, მაგრამ მე ვთხარი გზან მართლა ძალიან ძნელი ასასვლელი იყო, ალბათ ნახევარი საათი მოუნდი ასვლას მე ბოლომდე სანამ ავედი, ძალიან დიდი აღმართები იყო, მაგრამ პრობლემა არ არის, ვიდეოში ნახავენ, მართალია ცხადში რო უყურებ სულ სხვა განცდა, სულ სხვა შეგრძნება და სიამოვნება, ვიდრე ვიდეოში ნანახი, მაგრამ ამ ეტაპზე ეგრე აჯობა ცოტა წავიქეიფეთ, ასე ვთქვათ, ამ უმშვენიერეს ბუნებაში ძალიან ლამაზი ნაძვნარი იყო აქ და მოურჩით ახლა ჩვენ кейფს და ვაგრძელებთ გზას. ეხლა ჩვენ გეგმაში გვაქვს გავიაროთ სიონში, სიონის წყალსაცავზე, წყალსაცავს რო გაცდები, მერე პატარა ტყე არის, ძალიან ლამაზი ტყე არის, იქაც გვინდა გავიაროთ, დიდი ხანი არ ყოფილ ვართ, რა ხდება, ვნახოთ და თან ცოტა შესვენებას გავაკეთებთ, ყავას დავუვებთ და მერე გავაგრძელებთ ჩვენ გზას სახლისაკენ. ასე რომ ვიყურეთ დაალაიქეთ ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი. წინასწარ დიდი მადლობა, ვინც უყურებს, ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ ვიდეოებს, ვისაც მოსწონს და გვერდში მიდგას. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს მე ეს ჩემი ვიდეოები თქვენ მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. დავაგრძელოთ ახლა ჩვენი მოგზაურობა. ზურა აი ხარი, კაი ხლაპო აი. ო. არ გაიწოდე. Sim? Bukan. Cai.
წინ უკან კიდე ერთი აშენ გენდაცვა ალახი არა ჩემი საღო ედი გაივლი მან აეგრე არა აიძახის გვეყო ფატალახი აი ნაძუნარია ნაძუნარს გავჩერდეთ ხო ყავადაუზე ხო რა ვერ გახვალ ხო Gad. Haydi tamam. Ay çödük iddiatı. როგორ არა კაცო მოსული იმენა აქ აი იქ კუნძულზე ვიყავით აი აი იქ რო იმაშევოდი მე ბუღრაობდი ეს ის ადგილია ხო ხო მაშინ მეც ვარ ნამყო რუსები რო გამოათრიე რა ხო შენ მეორეჯერ ხარ ნამყო Oh.
ეს არის სოფელი უჯარმა. გზიდან დავინახეთ მთის წვერზე ეკლესია და აი ეს არის ის ეკლესია, რომელსაც ქვია უჯარმის კვირაცხოვლის ეკლესია. არა რა ბესო რა. ბაბუ ნერვიულობს, არ გადავარდეთ, ნაპირთან არ მიხვიდეთო, აქ ძალიან ნაპირია, კი, აი. გამოდი რა. გამოდი რა. აქ ეთყობა ციხესიმაგრე იყო არა და ციხესიმაგრის კედელია, კედელია, ხო, აშენებული. ეს კიდე ტბებია და აქ სავარაუდოდ ალბათ თევზები მოყავთ, ან ზვიგენები, ან იანგები, ან რა ვიცი, რისთვის არის ეს. გამხელა ტბები კედელია. არ ვიცი. კირქვით აშენებული. ხო, და ჩანგრეულა ეს ნაპირი და ჩაუტანია ეს კედელიც, გაიგე? კი. მოდი აფრახები. არა, აი მინდა გადავიხედო. არა, აი, როგორი ის იყო კედელი აქ. ახლოს არ მიხვდა. აქაც ციხესიმაგრე იყო სავარაუდოდ და დაიშალა მე ეს კედელი და დარჩა ეს ნაწილები. ქვები კი ყრია გზაზე.